რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა მუხლისა და მეჯბარძახის სახსრის ენდოპროთეზირების ჩატარებამდე, იმისათვის, რომ ოპერაციის შემდგომი პერიოდი იყოს კარგი და პაციენტი გართულების გარეშე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. პირველი რეკომენდაცია: თუ პაციენტს აქვს დიდი წონა, ეს ყველაზე მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია ენდოპროთეზირების გაკეთებისას. ჯერ უნდა მოხდეს წონის კორექცია ხელთ არსებული ყველა საშუალებით და შემდეგ დაიგეგმოს ენდოპროთეზირება. მეორე რეკომენდაცია: თუ პაციენტს აღინიშნება ოსტეოპოროზი, არ არის სასურველი გაკეთდეს ენდოპროთეზირება, რამე თუ ოსტეოპოროზული ძვალი ვერ ინარჩუნებს პროთეზს და ვითარდება პროთეზის მორყევა ან ძვლის ენდოპროთეზირების შემდგომი მოტეხილობა. ამიტომ ოპერაციის წინ უნდა ჩატარდეს დენსიტომეტრული კვლევა ძვლის სტრუქტურის, უნდა შეფასდეს პაციენტის ძვლის სიმკვრივე, თუ დიაგნოსტირდა ოსტეოპოროზი, მაშინ უნდა ვიმკურნალოთ ენდოკრინოლოგთან. მკურნალობის შემდეგ კი ოსტეოპოროზი თუ გადავიდა ოსტეოპენიაში, შეიძლება უკვე დაიგეგმოს სახსრის ენდოპროთეზირება. მესამე რეკომენდაცია: ენდოპროთეზირების წინა პერიოდში რეკომენდირებულია პაციენტს ჩაუტარდეს კიდურების კუნთების ელექტრომიოსტიმულაცია, რათა პაციენტს გაუმაგრდეს კიდურების დამჭერი კუნთები. და ბოლოს, აუცილებელია ოპერაციის შემდგომ დროულად ჩაუტარდეს პაციენტს კვალიფიციური რეაბილიტაციის კურსი, რათა დროულად მოხდეს პაციენტის ფეხზე დადგომა.